სამედიცინო ტურიზმი საქართველოსთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჯერ ისევ ვერ გახდა. მაშინ როცა მეზობელი თურქეთი ტურიზმის ამ მიმართულებიდან მილიარდობით შემოსავალს იღებს, საქართველოში ამ მიზნით ჩამოსული ვიზიტების რაოდენობა მცირდება. სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს სამედიცინო მიზნით ქვეყანას მხოლოდ 24,600 ადამიანი ესტუმრა, რაც წლიურად 14%-იან კლებას ნიშნავს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გვუყობიან, რომ გლობალურად სამედიცინო ტურიზმი იზრდება, მაგრამ მოთხოვნას საქართველოს სათანადოდ ვერ პასუხობს. მათი თქმით, საქართველოში არსებული პოტენციალი გლობალურად ნაკლებად ცნობილია, რასაც მათ შორის მარკეტინგული კამპანიების სიმცირე განაპირობებს. ის რომ შეიფუთოს ისე რომ წარსდგეს მარკეტინგულად როგორც პროდუქტი იმ ქვეყნებში რომელი ქვეყნებიდანაც დაინტერესება შესაძლებელია იყოს, სწორად არ ხდება. ქვეყნები, რომლებიც ამ სამედიცინო ტურიზმს ყიდიან, ჩათვალეთ 10%-იც კი არ გააჩნიათ იმ რესურსების, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. უბრალოდ ჩვენ ის რომ ეს პროდუქტი გავყიდოთ, შეიძლება იგივე ავიღოთ წყალტუბო, ბორჯომი, საირმე, არ არის საკმარისი სასტუმროები, არ არის ყველა კატეგორიისთვის გათვლის სასტუმროები. არ არსებობს ის პროცედურები, სადაც უნდა მიიღოს იმდენად განვითარებული, იმდენად დახვეწილი იმ რაოდენობის, რომ ეს პროდუქტი გაიყიდოს ისეთ ბაზრებზე და სხვა მიმართულება მიეცეს. ასე ვთქვათ, მას ტურიზმში ჩაერთოს და საქართველოს როცა დალინკავენ, მხოლოდ ღვინო და ხაჭაპური და რაღაცა მაუნტეინ და ზღვა არ იყოს მიმართულება, ან კაზინო იგივე. მარკეტინგული კამპანიების არარსებობის გარდა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ბიზნესები ინფრასტრუქტურის გაუმართავობაზეც მიუთითებენ. კურორტ ნუნისში მდებარე სამკურნალო ცენტრის დამფუძნებელი 20 წელია ამბობს, რომ კურორტამდე მისასვლელი გზა მოსაწესრიგებელია. პრობლემურია კომუნიკაციების საკითხი და საკადრო დეფიციტიც, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. არის სხვადასხვა სამკურნალო, ასე ვთქვათ, ტურიზმი, ხო, მაგალითად ქირურგიული ჩარევებზე მიდიან სხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის ბუნებრივი რესურსებით, მკურნალობის და ჩვენი საკურორტო სისტემებით, რაც ძალიან უხვად არის ჩვენი ქვეყანა მდიდარი. თუ აქ არ იქნება მისასვლელი გზა, ინფრასტრუქტურა განვითარებული, გაზიფიკაცია არ იქნება, ინტერნეტი პრობლემებიც არის, ხომ? ბოლო ხანებში ელექტროენერგიის პრობლემებიც ისევ გადლიერდა და ძალიან რთულია, რომ განავითარო რეგიონი დამოუკიდებლად ბიზნესმა სახელმწიფოს დახმარების გარეშე. მეორე პრობლემა არის კადრების გადინება. ძალიან აქტიურად გაედინება უკვე საქართველოს რეგიონებში, კიდევ უფრო მეტად გაედინებიან და სპეციალისტების მოძიება ძალიან რთულია. საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელი გვიხსნის, რომ უპირატესობის მოსაპოვებლად ქვეყანამ აქცენტი ნიშურ მიმართულებებზე უნდა გააკეთოს. დიმიტრი ტვილდიანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ფაგოთერაპიაა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქტივია. მისი შეფასებით, დროა პროცესებში სახელმწიფო ჩაერთოს და სექტორში ჩართულ ბიზნესებს შეღავათები შესთავაზოს. გვაქვს უნიკალური კოლექცია, რომელიც არავის არ აქვს მსოფლიოში ჯერჯერობით. და ამას უნდა გამოყენება. შესაბამისად, აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო სტრუქტურები, უნდა ჩაერთოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, ჯანდაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. ეს არის ისეთი კლონდაიგი, რომლის განვითარება საქართველოს მისცემს ძალიან დიდ შემოსავალს და დაუნერგავს სახელს, რომ ეს არის წამყვანი სამკურნალო მიმართულება ასეთი პაციენტებისათვის. ამას საერთოდ რა თქმა უნდა მე შესაძლებელი არის უკვე ყველანაირი კურორტული და კლიმატური და ბალნეოლოგიური მკურნალობების ჩართვა. გარდა იმისა, რომ მარკეტინგი უნდა გაკეთდეს, რაღაც გარკვეული შეღავათები უნდა მიეცეს ყველა იმ კლინიკას და იმ სანატორიუმს, სასტუმროს, რომელიც ესეთ მიმართულებას განავითარებს, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების მხრივ. წლებია კონკრეტული შედეგის გარეშე გრძელდება მსჯელობა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებაზე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კუთხით რამდენიმე წლის წინ 200 მილიონი ლარის დახარჯვაც დაანონსა. გასული წლის ზაფხულში კი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით კურორტების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება დაიწყო, რაშიც $150,000 იხარჯება. დოკუმენტი მზად თებერვალში უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ არც სტრატეგია გასაჯაროებულა და საკითხზე კომენტარს არც კურორტების განვითარების მიზნით შექმნილი სააგენტო აკეთებს.